2024 წელი კოსმოსის კვლევის მხრივ ნაყოფიერი იყო. მაგალითად, ვიხილეთ რაკეტა Starship-ის საცდელი ფრენები, რომლებიც ყოველ ჯერზე უმჯობესდება. ასევე მნიშვნელოვანი იყო იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ევროპა კლიპერის გაშვება. კერძო მისიის ფარგლებში მთვარისკენ აპარატ ოდისევსის გაგზავნა და ჩინეთის მიერ მთვარის შორეული მხრიდან ნიმუშების ჩამოტანა. კაცობრიობა კოსმოსის ათვისებას აქტიურად აგრძელებს. ამიტომ 2025 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება. მომდევნო თვეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მისიაა ჩანიშნული, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ. კოდის ამ ეპიზოდში რამდენიმე დაგეგმილი მისიის შესახებ მოგიყვებით. როგორი იქნება კოსმოსური 2025? იანვრის შუა რიცხვებში კომპანია Firefly Aerospace დასაშვებ მოდულ Blue Ghost 1-ს მთვარეზე გაუშვებს. ის თან NASA-ს 10 ხელსაწყოსაც გაიყოლებს და ვულკანურ წარმონაქმნ Mons Leytreilis მიმდებარედ დაჯდება, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. აპარატი დღის განმავლობაში ფუნქციონირებს, რომელიც მთვარეზე დაახლოებით 14 დედამიწური დღის ეკვივალენტია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის, გრუნტისა და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. მთვარის გრუნტს რეგოლითი ჰქვია. ასევე მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც. მისიის დასასრულს მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააგვირდება. აღსანიშნავია, რომ Blue Ghost 1-თან ერთად იაპონურ მისია Hakuto Air Mission 2-ს გაუშვებენ. ის Mare-Fry-Gorad წოდებულ რეგიონში 4-5 თვეში დაეშვება და ზედაპირზე მინიმავალ ტენაციოუსს განათავსებს. თებერვალში მთვარის მორიგი მისია იგეგმება. ესაა კომპანია Intuitive Machines IM-2, რომელსაც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე გაგზავნიან. ის რეგოლითში არსებულ აქროლად ქიმიურ ნაერთებს შეისწავლის, რისთვისაც სპეციალურ ბურსა და სპექტრომეტრს გამოიყენებს. მასთან ერთად გაშვებული პატარა თანამგზავრი Lunar Triblazi წყლის დანალექების ადგილმდებარეობას დაადგენს და NASA-ს Artemis-ის მისიებისთვის დაშვებისთვის შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. მოგვიანებით შეიძლება შედგეს მთვარის მისია IM-3-იც. ასევე 2025 წელსაა ჩანიშნული Blue Origin-ის Blue Moon Mark 1-ისა და Astrobotic Technologies Griffin Mission 1-ის გაშვება. Elon Musk-ის კოსმოსურ კომპანია SpaceX სურს, რომ 2025 წელს Starship-ის 25-მდე საცდელი ფრენის ნებართვა მიიღოს. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თანამედროვე რაკეტა, რომელიც მომავალში მარსზე ადამიანების ტრანსპორტირებასა და იქ ბაზის დაარსებაში დაგვეხმარება. ყოველ შემთხვევაში Musk-ის გეგმა ასეთია. მარტშია ჩანიშნული უმნიშვნელოვანესი სადემონსტრაციო მისია, რომლის მიზანიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ერთი Starship-დან მეორეში საწვავის გადატანაა. ამ რაკეტებს დაახლოებით 3 კვირის შუალედით გაუშვებენ, რათა ერთგვარი ტანკერის ფუნქციის მქონე მეორე აპარატმა პირველს საწვავის მარაგი შეუვსოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს SpaceX-ისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება, რადგან ამით დაგვანახებს, რომ Starship-ს მთვარემდე და მარსამდე უპრობლემოდ მიღწევის პოტენციალი აქვს. სწორედ მასზე ამყარებს იმედებს NASA, რომელსაც 2027 წელს ამ რაკეტით მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნა სურს. შესაძლოა კომპანიამ წელს ეკიპაჟზე მორგებული Starship-იც გამოცადოს. Orete 25 წლის მარტში NASA და ინდოეთის კოსმოსური ორგანიზაცია ISRO დედამიწაზე დასაკვირვებლად პირველ ერთობლივ მისიას გაუშვებს. მას NASA ISRO Synthetic Aperture Radar NISAR ეწოდება და მიზნად ჩვენი პლანეტის ხმელეთსა და ყინულზე თითქმის ყოველ კვირეულ დაკვირვებას ისახავს.
ამისათვის ის ისეთი მოწყობილობები და აღჭურვილი, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში დედამიწის ზედაპირს ღრუბლების მიღმაც დაბრკოლების გარეშე აღიქვამს, თანაც მაღალი გარჩევადობით. მსგავსი დეტალური მონაცემების წყალობით მეცნიერებს საშუალება მიეცემათ, რომ ხმელეთის ისეთი ცვლილებები დააფიქსირონ, რომლებიც პოტენციურ ვულკანურ ამოფრქვევებსა და მიწისძვრებზე მიანიშნებს. ასევე სპეციალისტები თვალს მიადევნებენ ტყეებისა და სამეურნეო მიწების დინამიკას. უნდა ვთქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინდოეთის თანამშრომლობით 2025 წლის აპრილში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი ინდოელი ასტრონავტის გაგზავნა იგეგმება, რაც კერძო მისია აქციო Mission 4-ის ფარგლებში მოხდება. მარსის ორბიტაზე NASA-ს ახალი ზონდების განთავსება 2024 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა მისია გადაიდო და ახლა ის 2025 წლის გაზაფხულზე განხორციელდება. ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნილ თანამგზავრებს Blue და Gold შეარქვეს იმ ფერების შესაბამისად, რომლებიც ამ სასწავლო დაწესებულების ემბლემაზე გვხვდება: ლურჯი და ოქროსფერი. ხელოვნური თანამგზავრები წითელი პლანეტის ორბიტაზე სხვადასხვა ადგილას იმოძრავებს და ციური სხეულის შესახებ მონაცემებს ერთდროულად შეაგროვებს. კერძოდ, თითოეული მათგანი დააგვირდება როგორც პლაზმას, ისე მაგნიტურ ველს. ამით გავიგებთ, როგორ ижონება ატომები მარსის ატმოსფეროდან. ეს ყველაფერი მისია ისქეპადეს ნაწილია, რომელიც გასული წლის სექტემბერში რაკეტა New Glenn-ის არამგზავრობის გამო გადაიდო. დედამიწასა და მარსს შორის ხელსაყრელი ფანჯარა ყოველ 26 თვეში ერთხელ იხსნება. ამიტომ მცირე დაბრკოლებები ამგვარი მისიების თვეობით გადავადებას იწვევს. შესაბამისად, ფრენისათვის მომდევნო იდეალური პერიოდი გაზაფხულზე დადგება, რაც ვენერასთან ჩავლას და მისი გრავიტაციის გამოყენებასაც ითვალისწინებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. დედამიწის ორბიტაზე მისი დამოუკიდებელი კოსმოსური სადგური უკვე არსებობს. თან წლებია, წარმატებული მისიები შედგა მთვარესსა და მარსზეც. 2025 წლის მაისში ჩინეთი აპარატ Tianwen 2-ს ასტეროიდზე გაუშვებს, რისთვისაც რაკეტა Long March 3B-ს გამოიყენებენ. ზონდი დედამიწასთან ახლო მდებარე ობიექტ 46929 კამო ოალევას ეწვევა და დაშვებისა თუ ნიმუშების მოპოვების ორ სხვადასხვა ტექნიკას მიმართავს. ვარაუდობენ, რომ ეს ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტია, რომელიც შეჯახების შედეგად 1-დან 10 მილიონი წლის წინ გაიტყორცნა, ამიტომ ის მეცნიერებისათვის საინტერესოა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, Tianwen 2 ასტეროიდზე მოპოვებულ გრუნტის ნიმუშებს დედამიწაზე კაფსულით 2026 წელს ჩამოუშვებს. შემდეგ ის კომეტა 311P Pan-STARRS-სკენ გაემართება, რომლამდე მისაღწევადაც 7 წელი დასჭირდება. ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA, European Space Agency, წლის მესამე კვარტალში კოსმოსში Space Riders გაგზავნის, რომელიც უეკიპაჟო რობოტი ლაბორატორიაა. ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე 2 თვის განმავლობაში შენარჩუნება და მიკროგრავიტაციის პირობებში ტექნოლოგიურ დემონსტრაციებს, ასევე ექსპერიმენტებს ავტომატურად განახორციელებს. მისიის დასასრულს SpaceX Rider-ი, რომელიც კოსმოსური თვითმფრინავია, ორბიტიდან დედამიწისკენ დაეშვება და საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე არსებულ კოსმოდრომზე დაჯდება. ამის შემდეგ ის კიდევ სულ მცირე 5-ჯერ გაფრინდება. ანუ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი. ეს კოსმოსური თვითმფრინავი ESA-ს საშუალებას აძლევს, რომ კომერციულ კლიენტებს გაშვების ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზოს, რითაც ევროპა დედამიწის ორბიტაზე დამოუკიდებელ და რუტინულ წვდომას შეინარჩუნებს. – 2025 წლის თებერვალში NASA კოსმოსური ობსერვატორიის გაშვებას აპირებს, რომელსაც SpareX-ი სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტროფოტომეტრი, რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი ეწოდება. ის ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება, რომელიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები,
რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა. SpareX-ის მონაცემები სამყაროს რუკის შედგენაში დაგვეხმარება, რისთვისაც ის ირმის ნახტომში არსებულ 100 მილიონ ვარსკვლავსა და 450-ზე მეტ შორეულ galaktikas აღბეჭდავს. ეს ინფორმაცია უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ ფორმირდება galaktikები, როგორაა გადანაწილებული ვარსკვლავთ წარმოქმნილ ნისლეულებში წყალი და ორგანული მოლეკულები, როგორ სად ყალიბდება მნათობები აირისა და მტვრისგან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს დედამიწაზე დაბრუნდებიან ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8 დღით გაუშვეს, მაგრამ იქ 8 თვის გატარება მოუწიათ. ასევე დავამშვიდობებით ზონდ ჯუნოს, რომელიც იუპიტერს 2016 წლიდან იკვლევს. ის ამჟამად გახანგრძლივებული მისიის ფარგლებში ფუნქციონირებს, მაგრამ სექტემბერში ექსპლუატაციიდან გამოვა. ახლა კიდევ ერთ პროექტზე გიამბობთ, რომლის აქტიური ტესტირებაც 2025 წლის განმავლობაში გაგრძელდება. საუბარი მაქვს ინდური კომპანია AAGAS პროექტის შესახებ, სახელად HUB-1, რომელიც სხვა კოსმოსურ ციურ სხეულზე მცირე ზომის სახლ ლაბორატორიას მოიცავს. შეიძლება ეს კვერცხის ფორმის სტრუქტურა იყოს ინდუელი ასტრონავტების მომავალი სახლი მთვარესა და მარსზე. ამ კითხვას Habitat 1 შემოკლებით HUB-1 პასუხობს, რომელიც არის ინდუეთის კოსმოსური სააგენტო ISRO-ს პირველი მისია. ის ასტრონავტებს ჰიმალაის მთებში კოსმოსური პირობების სიმულაციაში აცხოვრებს და მომავალი რეალური მისიებისათვის ამზადებს. ინდოეთში, კერძოდ გუჯარატში დაფუძნებული კომპანია AAGAS კოსმოსურმა არქიტექტორმა კაჯა ჯალამ BBC-ს განუცხადა, რომ ეს სიმულაციები ხელს უწყობს პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაჭრას, რაც ასტრონავტებსა და აღჭურვილობას შეიძლება კოსმოსში შეექმნას. რაც შეეხება კოსმოსურ სახლს, ის დამზადებულია სპეციალური მასალისგან. აქვს საწოლი, გასაშლელი უჯრა, პირველადი დახმარების ნაკრები, სამზარეულო და ტუალეტი. ასტრონავტმა სიმულაციაში ამ კომპლექსში 3 კვირა იცხოვრა. HUB-1 შექმნილია იმ იდეით, რომ მთვარეზე ან მარსზე სივრცე ძალიან შეზღუდული იქნება. ასტრონავტებს ასევე ექნებათ ძალიან ცოტა წყალი, ამიტომ ჩვენ დავაპროექტეთ მშრალი ტუალეტი, დავნერგეთ ნარჩენების სათანადო განთავსების სისტემა და ვუზრუნველყავით უსუნო გარემო, ამბობენ ამ შესანიშნავი პროექტის ავტორები. აღნიშნული სიმულაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, რომ ინდოეთი თავისი პირველი ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნისთვის ემზადება, თან აქტიურად. მისია გეგმავს 3 ასტრონავტის განთავსებას დედამიწის დაბალ ორბიტაზე. 400 კილომეტრ სიმაღლეზე 3 დღის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მისია მომავალ წელს დაიწყება. ინდოეთი ასევე გეგმავს 2035 წლისთვის თავისი პირველი კოსმოსური სადგურის შექმნას და 2040 წლისთვის მთვარეზე ადამიანის გაგზავნას. ლადაქის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის სუბარტ შარმას განცხადებით, დასავლეთ ჰიმალაისა და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე თიანი უდაბნო ლადაქი ექსპერიმენტისთვის სპეციალურად შეირჩა, რადგან გეოგრაფიულად მისი კლდოვანი უნაყოფო რელიეფი და ნიადაგი მარსის ან მთვარის ზედაპირს ჰგავს. ეპიზოდის ბოლოს კი გიჩვენებთ მთვარის სამხრეთ პოლუსის იმ ადგილს, სადაც 2025 წელს ასტრონავტები დაეშვებიან. გამოცემა National Geographic-მა NASA-სთან თანამშრომლობით მთვარის სამხრეთ პოლუსის ამსახველი შთამბეჭდავი მოზაიკური სურათი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაქვეყნა. ის ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი კამერებით გადაღებულ კადრებს აერთიანებს. მაღალი გარჩევადობის ფოტოზე აღბეჭდილია პოტენციური ადგილები, სადაც შესაძლოა ასტრონავტები 2025 წელს მისია არტემის 3-ის ფარგლებში დაეშვნენ. აღნიშნული რეგიონის განსაოცარი გამოსახულება 2 კოსმოსური აპარატის კამერების მიერაა დაფიქსირებული. მათ შორისაა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე განლაგებული ზონდის LRO-ს ხელსაწყო LRO კამერა.
მეორე კამერა სახელად Shadow Cam NASA-მ დააფინანსა. ის კორეის მიერ გაშვებულ ხომალდზე Korea Pathfinder Lunar Orbiter-ზე იგივე დანურიზე არის დამონტაჟებული და სინათლის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. ამ გასაოცარ მოზაიკაში მთვარის სამხრეთ პოლუსთან მდებარე შეკლტონის კრატერის მუდმივ სიბნელეში არსებული შიდა არეალია ნაჩვენები. ის Shadow Cam-მა გადაიღო NASA-ს ხელსაწყომ, რომელიც მთვარის ზედაპირის დაჩრდილულ ადგილებზე დასაკვირებლადაა შექმნილი. ის სამხრეთ კორეულ ხომალდთან ერთად მთვარის გარშემო უკვე თითქმის 1 წელია მოძრაობს. გარშემო არეალი ELE-ROVS კამერამ გადაიღო. სურათზე არტემის 3-ში მონაწილე ასტრონავტების დაშვების 13 პოტენციური ადგილიდან 3 არის აღბეჭდილი. წერს National Geographic-ი ფოტოსახწერაში. იმავე გამოცემამ ტოპოგრაფიული რუკაც გამოაქვეყნა, სადაც ის არეალებია ნაჩვენები, სადაც შესაძლოა ასტრონავტთა ხომალდი დაჯდეს. უნდა ვთქვა, რომ მთვარის ათვისებას მრავალი ქვეყანა ცდილობს, მათ შორის ინდოეთი, რომელმაც გასაოცარი მისია Chandrayaan-3 მთვარეზე წარმატებით განახორციელა. მან გარდაცვლილი სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გვერდით დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი, რომელმაც ამ ციურ სხეულზე აპარატები უკვე უსაფრთხოდ არაერთხელ დასვეს. მათგან განსხვავებით კრახი განიცადა რუსეთის მთვარის მისიამ Luna 25, რომელიც ობიექტის ზედაპირს უკონტროლოდ შეეჯახა და 10 მეტრიანი კრატერიც კი წარმოქმნა. ჩინეთი დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე ეკიპაჟის გაგზავნას 2030 წლისთვის გეგმავს. NASA კი მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ეს უკანასკნელ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იქ ადამიანთა გაშვების პირველი ცდელობა იქნება. წინ საინტერესო კოსმოსური წელი და მისიები გვევის. კოდი რა თქმა უნდა ამ ამბების ხელკვალზე იქნება. ამისთვის კი შენი მხარდამჭერა მჭირდება. მოიწონე და დააკომენტარე ეს ვიდეო და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი. ასევე გამოგვყევი სხვა მედია პლატფორმებზეც, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.